გამარჯობა ანქორიდან. ეს არის კამბოჯის მთავარი ღირსშესანიშნაობა. 1 მილიონი ადამიანი აშენებდა ამას, რომელიც მე-12 საუკუნეში დასრულდა. ეს არის იუნესკოს ოფიციალური ძეგლი. დანარჩენი დაუტოვოთ ჩვენ სოსოიას, ის უფრო აგიხსნით ტურიზმთან დაკავშირებულ საკითხებს. აი ესეთ ლამაზ ადგილებში იქნება ლუქსიუმი, ჯერ დაიწყო ყველაზე ლამაზი ქვეყნია დედამიწაზე საქართველო და გრძელდება ესეთი ლოკაციებით. ჩვენ მივდივართ წინ. მე როცა ვიყავი ვიეტნამში, ჩვენ ძალიან ინტენსიურად მუშაობდით ლუქსიუმის გაშვებაზე, პირველ ეტაპზე და იქ არ მქონდა საშუალება 24 საათი რეჟიმში ღამეებს ვათენებდი ზოგჯერ. არ მქონდა საშუალება ვიეტნამი დამეთვალიერებინა, ულამაზი ქვეყანაა ვიეტნამი. და პირველად მომეცა დღეს საშუალება, რომ აი კამბოჯას ჩამოვედი აქ საქმიან ვიზიტებზე და პირველად მომეცა საშუალება, რომ უბრალოდ გამოსულიყავი. ასე რომ დღემდე ჩართვის მიზანი არის ის, რომ ჩვენ ვარჩევთ, ვიწყებთ შერჩევას თანამშრომლების ჩვენ საერთაშორისო კომპანიაში. თქვენ იცით, რომ ჩვენ შვეიცარიაში გვექნება მთავარი წარმომადგენლობა და შვეიცარიული წესები ცოტა რთულია, მათი წესების დაკმაყოფილება, ვინაიდან შვეიცარიული კანონმდებლობით 70% უნდა იყოს დასაქმებული კომპანიაში ან შვეიცარიელი, შვეიცარიის მოქალაქე, ან ევროკავშირის მოქალაქე. მხოლოდ 30% დასაქმება შეგვიძლია უცხოელების, ეგრეთ წოდებული მესამე მსოფლიოს ქვეყნებიდან, როგორც არის საქართველო. თან ისიც შვეიცარიელებს უნდა დაუმტკიცოთ, რომ ასე ვთქვათ, ალტერნატივა ვერ ვიპოვეთ შვეიცარიაში, რაც საკმაოდ რთულია. მაგრამ ჩვენ მაქსიმუმს ვეცდებით. მოკლედ, ჩვენ ვარჩევთ ორ გოგოს, ორ ახალგაზრდა გოგოს. ამ ეტაპზე ვიწყებთ ჩვენ პირადი ასისტენტების პოზიციაზე. ისინი მიიღებენ ძალიან დიდ გამოცდილებას საერთაშორისო დონეზე. ჩვენ მოგვიწევს არაერთი ქვეყნის საქმიანი ვიზიტი, მათ შორის ამერიკის და მე უპირატესობას ვანიჭებ გამოუცდელ კანდიდატებს. იმიტომ რომ მათთან ძალიან ძლიერი შედეგის დადება შემიძლია. არავის არ ეწყინოს ასაკის გამო თუ სხვადასხვა კრიტერიუმის გამო, რომელიც დევს LinkedIn-ზე და ლინკი იქნება კომენტარებში. და ვისაც გაქვთ სურვილი, რომ მიიღოთ საერთაშორისო გამოცდილება, დაწყებული ტექნოლოგიიდან, დამთავრებული ფინანსებით და ბიზნესით, გამოგზავნეთ CV. ორი სიტყვით გეტყვით, რომ აზიამ საკმაოდ დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. აქ ხალხი არის ტოტალურად განსხვავებული. ევროპაზე, ამერიკაზე, ყველა ქვეყანაზე არიან ძალიან ავთენტურები, ძალიან უბრალოები და ეს რაღაც სულიერ სიმშვიდეს გიქმნის, იმიტომ რომ თანამედროვე ცხოვრებაში ყველა გვატყუებს, ყველა გადაგდებაზეა, ხალხი გაწამებულია გაჭირვებით და აქ ხალხი მეტნაკლებად ნორმალურად ცხოვრობს და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანებს გვანა ნამდვილად. ანუ რეალური ადამიანობა აქ ვნახე და მე იმედი მაქვს, რომ მალე ეს დაბრუნდება საქართველოშიც. შეგახსენებთ, რომ კომუნისტების დროს ჩვენ ქვეყანაში მოძრაობდა 54 ქვეყნის სხვადასხვა მოქალაქე. ამ ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვანი და სტუმართ მოყვარე ერი, მათ შორის ჩვენც ურთიერთგაგება გქონდა ძალიან მაღალ დონეზე, მეგობრობა, სიყვარული ვიცოდით და დღეს საქართველო ბოლო და მეორე ადგილზეა გვერდში დგომით, ერთმანეთის გვერდში დგომით. ამიტომ ამას მალე შევცვლით და ლუქსიუმი ამაში დაგვეხმარება.